თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში დავით კეზერაშვილის პროცესი იწყება საჯარო მოხელის მიერ დიდი ოდენობით ფულის მოთხოვნის და ქრთამის აღების, ასევე საფინანსო საქმიანობის სფეროში ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყოფილი მაღალჩინოსანი ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბრალდებულად ცნეს. ნუცა აბაშიძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში საქალაქო სასამართლოდან. თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით კეზერაშვილის პროცესი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. დღევანდელ პროცესზე სასამართლო განიხილავს როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის შესავალი სიტყვის წარდგენას, ასევე განიხილება 4 ბრალდებული პირისთვის საპროცესო შეთანხმების შეფარდება. დღეს ძირითადად შესავალი სიტყვები უნდა წაროვდგინოთ, როგორც ბრალდების მხარემ, ასე დაცვის მხარემ, ასევე ჩემთვის ცნობილია, რომ 4 პირის მიმართ უნდა მოხდეს არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა. კეზერაშვილის ბრალდება იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულა სასამართლოს კოდექსის 338 მუხლის მეორე ნაწილით და 201 მუხლით არის ქრთამის აღება და ყალბი საბაჟო დეკლარაციების გამოყენებით საბაჟოზე გადაკვეთა საქმის. საუბარია საქართველოში უკანონოდ 420 ტონა ეთილის სპირტის შემოტანაზე, რითიც შემდეგ გავრცელებული ინფორმაციით მზადდებოდა ფალსიფიცირებული კონიაკი, სწორედ ამ პროცესს ეხმარებოდა დავით კეზერაშვილი, რის გამოც მან ქრთამის სახით 12 მილიონი ლარი აიღო, ხოლო საქართველოს ბიუჯეტს მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიადგა. ეს იყო ნუცა აბაშიძე.